მოგესალმებით, სულ რამოდენიმე დღის წინ Samsung-მა S25 სერიის ახალი smartphone-ები წარმოგვიდგინა, რომლებიც არის S25, S25 Plus და რა თქმა უნდა S25 Ultra. დღეს ამ სამი მოდელის სიახლეებზე და გაუმჯობესებებზე ვისაუბრებთ. პირველი რაც smartphone-ების შეხედვისთანავე შეგვიძლია შევამჩნიოთ, ეს არის განახლებული დიზაინი. ეს სიახლეები შეეხო როგორც უშუალოდ კამერის ნაწილს, ასევე შეიცვალა smartphone-ის ფორმა, უფრო მომრგვალდა და პირადად ჩემთვის წინა მოდელთან შედარებით ეს განახლებული ფორმა ბევრად კომფორტულად ჩნდება ხელში. რაც შეეხება S25 Ultra ვერსიას, აქ ისევ გამოყენებული გვაქვს ტიტანიუმის корпуსი და ყველაზე მთავარი არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ 24 Ultra-შიც გამოყენებული იყო იგივე მასალა, ეს მოდელი წონაში არის კიდევ შემცირებული, რაც ამ ხელაზომის smartphone-ზე მართლა დიდი კომფორტია. ეს სერიის smartphone-ებზე ძალიან ბევრი ინტერესდება გადაღებით, ანუ უფრო კონკრეტულად, როგორი ფოტო ან ვიდეოს გადაღება შეუძლია კონკრეტულ მოდელს. წინა მოდელებთან შედარებით ამ ახალ ორ საბაზისო მოდელში ციფრების მხრივ კამერას რომ შევეხოთ, არაფერი ცვლილება არ გვაქვს, მაგრამ როგორც Samsung-მა განაცხადა, მისი ახალი ფუნქციების დახმარებით, დაბალ განათებაში ახალი S25 იღებს როგორც უკეთეს ფოტოს, ასევე ვიდეოს. ამ სიახლეებთან ერთად Ultra მოდელში გვაქვს კიდევ ერთი გაუმჯობესება, კონკრეტულად ის, რომ Ultra Wide კამერა 12 მეგაპიქსელიდან გადავიდა 50 მეგაპიქსელზე. გაიზარდა ხედვის კუთხე და რაც ყველაზე მთავარია, გაუმჯობესდა დეტალიზაცია. კიდევ ერთი ძალიან სასიამოვნო დეტალი გახლავთ ის, რომ სამივე მოდელში წარმოდგენილია Qualcomm Snapdragon 8 Elite. ეს არის Snapdragon-ის ბოლო თაობის და უძლიერესი ჩიპსეტი. ამ დეტალში განსაკუთრებული არის ის, რომ ზოგადად ეს ჩიპსეტი შეიძლება სხვა Android smartphone-ებშიც უკვე წარმოდგენილი იყოს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ის კონკრეტული მოდელი, რაც აქ არის ჩაყენებული, გამოშვებულია სპეციალურად ამ smartphone-ებისთვის. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ჩიპსეტზე გაზრდილია სიხშირეების რაოდენობა, მომატებული აქვს სიმძლავრე და თუ წინა წლებში საბაზისო მოდელებში ვიხილავდით როგორც Snapdragon-ის ჩიპსეტს, ასევე Exynos, S25-ის სამივე მოდელში გლობალურად წარმოდგენილი იქნება მხოლოდ Qualcomm Snapdragon 8 Elite-ის ჩიპსეტი, რომელიც დაახლოებით 30%-ით მძლავრია წინა თაობასთან შედარებით. უკეთეს შედეგს იძლევა როგორც multitasking-ის დროს, ასევე gaming-ი, ანუ თამაშის დროს და ბევრად სწრაფად ასრულებს სხვადასხვა AI დავალებებს. კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე გახლავთ ის, რომ თუ წინა წელს, ანუ S24 საბაზისო ვერსიების ოპერატიული იწყებოდა 8 გიგაბაიტიდან, საბაზისო S25-ების მინიმალური ოპერატიული მეხსიერება შეადგენს 12 გიგაბაიტს. მაქსიმალურ შიდა მეხსიერებას რაც შეეხება საბაზისო S25-ებში შეადგენს 512 გიგაბაიტს, ხოლო Ultra ვერსიაში smartphone-ებში მაქსიმალურს, ანუ 1 ტერაბაიტს. აქვე შეგვიძლია შევეხოთ Elements და გეტყვით, რომ წინა წლებთან შედარებით ციფრების მხრივ არც ერთ smartphone-ში ცვლილება არ გვაქვს, თუმცა ახალი ენერგოეფექტური ჩიპსეტის ხარჯზე, როგორც Samsung-მა განაცხადა, სამივე მოდელის ელემენტის დრო, ესე რომ დავარქვათ, გაზრდილია 1 საათით. ბოლოს კი შეგვიძლია შევეხოთ განახლებულ სისტემას One UI 7 და ხელოვნური ინტელექტის ახალ ფუნქციებს. განახლებულ სისტემაში შევხვდებით ახალ ინტერფეისს და ვნახავთ უკეთეს ოპტიმიზაციას, ვიდრე ეს იყო წინა ვერსიებში. სამივე მოდელში დაგვემატა Google-ის ხელოვნური ინტელექტი Gemini, რომელიც საკმაოდ გვიმარტივებს ყოველდღიურობას. როგორც Samsung-მა აღნიშნა, გარდა იმისა, რომ Samsung S25 იქნება ჩვენი smartphone, ამასთან ერთად იქნება ჩვენი მეგობარი. ამ ყველაფერს კი განაპირობებს ის ფაქტი, რომ შეგვიძლია ხელოვნურ ინტელექტს ვესაუბროთ ნებისმიერ თემაზე და მისგან მივიღოთ საკმაოდ საინტერესო და სასარგებლო რჩევები. ამასთან ერთად ხელოვნური ინტელექტის კიდევ ერთი ფუნქცია გამოჩნდა უშუალოდ ვიდეო რედაქტირების დროს. S25-ში ვიდეოს გადაღების შემდეგ შეგვიძლია ეგრეთ წოდებული background ხმების დახშობა. იმ შემთხვევაში თუ სადმე ხმაურიან ადგილას ვიმყოფებით, ხელოვნური ინტელექტი დაგვეხმარება იმაში, რომ ის ყველანაირი ხმაური მოაშოროს ჩვენს ვიდეოს. საბოლოო ჯამში ჩემი აზრით S25-ის საბაზისო მოდელები შექმნილია მათთვის, ვისაც smartphone-ისგან უნდა საკმაოდ ხარისხიანი აწყობა, კარგი ფოტო-ვიდეო გადაღება, მშვენიერი ეკრანი და გინდ გეიმინგი იქნება, გინდ multitasking-ი, არც ერთ სამუშაოში ეს smartphone პრობლემას არ შექმნის. პატარა შეჯამება რო გავაკეთოთ და შევეხოთ საბაზისო მოდელებს, ძალიან მომეწონა შეცვლილი ფორმა, ასევე კამერების განახლებული დიზაინი, მაგრამ ველოდებოდი, რომ გაუმჯობესება იქნებოდა როგორც კამერაში, ასევე ეკრანში. ორივე საბოლოო ჯამში დაგვიტოვეს წინა თაობის, ანუ წინა მოდელში რაც იყო. როგორც ჩანს, განსაკუთრებულ სიურპრიზებს Samsung-ის შემდეგ S26-ში გვპირდება.
რაც შეეხება ultra ვერსიას, ზუსტად იგივე ვიტყოდი ამაზე, ვიზუალი ძალიან მოწონს. აქ ერთი კამერა გაგვიუმჯობესეს ultra wide 12 მეგაპიქსელიდან 50 მეგაპიქსელამდე. ეს პრაქტიკაში რა თქმა უნდა დადებით შედეგს იძლევა, მაგრამ როგორც ჩანს, მთავარი გაუმჯობესებები შეეხება ეს ეკრანს, კამერას თუ ელემენტს შემოინახეს შემდეგი მოდელისთვის. თუ S25-ის შეძენა გადაწყვიტე ალტაში პირველ მფლობელებს საჩუქარი ერგებათ. უფრო კონკრეტულად, საბაზისო S25-ების შეძენის შემთხვევაში საჩუქრად მიიღებთ Samsung-ის ყურსასმენს Buds 3-ს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ Ultra შეიძინეთ, საჩუქრად გადმოგეცემათ Samsung Buds 3 Pro. ფასტების და სხვა მახასიათებლების სანახავად შეგიძლიათ გადახვიდეთ ლინკზე, რომელიც ვიდეოს აღწერაში იქნება მითითებული. დროებით.